კამილ, სწრაფად მოემზადე, არ მინდა დაგვაგვიანდეს კამპუსში. შემოდი ამინა. დღეს კამპუსში არ მივდივარ, არც ხვალ. მე საერთოდ აღარასდროს მივალ მანდ. და რატომ არ მოდიხარ? იმიტომ რომ მილანასთან ჩხუბი მქონდა. დამშვიდი? რა პრობლემაა? მე არ ვაპირებ მასთან შერიგებას. ამჯერად თვითონ იყოს პირველი. კარგი, ახლა მე უნდა წავიდე. კიდე ვინ არის მანდ? კამილ, ბოდიში. ამინა, დამელოდე. ჯანდაბა, მე ძალიან ლამაზი ვარ. მისმინე ყოფილა საუკეთესო მეგობარო, თუ გძურს რამის გამოსწორება, უბრალოდ თქვი. არ არის საჭირო ჩემთან ასე მოქცევა. მე მინდა შენთან შერიგება? გაიგე ინ მან რა თქვა ახლა? შენ გინდა ჩვენთან შერიგება? მაშინ დაიმახსოვრე ეს ერთხელ და სამუდამოდ. ლორა არასოდეს არავის უხდის ბოდიშს და ეხვეწება შერიგებას. გასაგებია? რატომ გამოუგზავნე წერილი ენჯის? რა? მე გამოგზავნე წერილი? ეს ხომ უკვე გითხარი, წირილი კი არა, წერილია მეთქი. ხო, მეც ხომ ასე ვთქვი არა? კარგი, მოდი გაჩუმდი, თორემ ყველაფერს გააფუჭებ. კარგი, გავჩუმდები. მე სწორედ აი ამ წერილს ვგულისხმობდი. ჰა? არავისთვის არაფერი მიმიწერია. მეხუმრები? ეს ჩემი ხელწერა არ არის. გამატარე მეთქი. ჰა, მატყუარა სულელი. კამილ, მაპატიე წინა დღეს რომ დაგარტყი, აი მაშინ მენდის რომ კოცნედი. დაივიწყე, მაინც არ მეტკინა. უბრალოდ ეს მოულოდნელი იყო. შვიდობაა? რა თქმა უნდა, მშვიდობაა. კამილი და მილანა განმარტოვდნენ. კოცნას აპირებენ. უკვე ძალიან დამხალი ამ შენი კოცნებით. მაქს, არ გონია რომ უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ბოლოს მაკოცე? 5 წუთის წინ გაკოცე. მაქს რა? ხუმრობ? 5 წუთის წინ? ეს უკვე დიდი ხანია. ქეით, მეშინია რომ მოზარდებმა დაგვინახონ. სულელო, დაგავიწყდა? ჩვენ შენს კაბინეტში ვართ და მოზარდები აქ დაკაკუნების გარეშე არ შემოდიან. მაშინ კარგი. მაქს? ჩაკ, რა ჯანდაბას აკეთებ, დაუკაკუნებლად, რატომ შემოდიხარ? ჩაკ, რა გინდა? მაქს, პრობლემა გვაქვს. კამპუსში კამერები უნდა გამოვცვალოთ. ჩაკ, ახლა არა. მე და ქეითს რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. მაქს, ეს უფრო მნიშვნელოვანია. თუ ვინმე ჩუმად მოხვდება კამპუსში, მე მას ვერ დავინახავ. მაქსმა თქვა, რომ ჩვენ დაკავებულები ვართ. საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან. ჩვენ გამოვცვლით შენს კამერებს. კარგი, მაქს, აქ დაგელოდები. გააგრძელეთ თქვენი საქმის კეთება. მე ხელს არ შეგიშლით. ჩაკ, ახლა გადი კარებში და იქ დაგველოდებ. კარგი. კართან დაგელოდებით. სულელი ჩაკი. გაჩუმდით ლუზერებო, მალე მე ჩვენი გუნდიდან წავალ. კარგია, მადლობა ძმაო. ლუზერების ბანდა. კამპუსისკენ მიმავალ გზაზე $50 ვიპოვე. გასაოცარია, პონკა. რა იღბლიანი გოგო ხარ? ამაღამ გარეთ გავისეირნებთ. პონკა გვეპატიჟება. მოდით ვჭამოთ ბევრი პიცა, ბევრი ბურგერი და ბევრი კოკა-კოლა. ბევრი კოკა-კოლას დალევა ძალიან არაჯანსაღია. მე ეს ჩემთვის არ მინდა, დილანისთვის მინდა. ის მაიამიდანაა, გახსოვს? გუფი, შენ ისეთი ჭკვიანი და მოაზროვნე ხარ.
ახლა არა გუფი, მოგვიანებით. მე მიყვარს ფულის სუნი, ასეთი სუნი დგას ჩემს დიან, მე არავის სასმელს არ ყიდულობ. ეს ფული ჩვენი არ არის. უნდა გავარკვევ ვის ეკუთვნის და დავუბრუნოთ. ღმერთო ჩემო, სრულიად დამავიწყდა, რომ მის სამართლიანობა გვყავს ჩვენს გუნდში. ჯანდაბა, თუ იპოვე, ესე იგი უკვე ჩვენია. თქვენ ვერ შეძლებთ ჩემი აზრის შეცვლას ამაზე. ის უნდა დავაბრუნოთ. ჯანდაბა ღმერთო, კოკას საქმე წყალში ჩავარდა. კარგია ეს და სწორია, პონკა. მომეცი, ეს ფული ჩემია, მე დავკარგე. ყველა თავის ადგილზე დარჩეს, ეს ძარცვაა. რა ჯანდაბა, ვინ ჯანდაბა ხარ შენ? ეს შენი იყო, ახლა კი ჩემია. აიღე, ჩემი $5. ძმაო. გუფი, რას აკეთებ? რატომ აძლევ მას შენს ფულს? მია, ეს ძარცვაა, ჩვენ უნდა მივცეთ ყველაფერი. შეწყვიტე ლაპარაკი, სულელო, მომეცი ფული. აიღე, გამომართვი. ესეც ასე მშვენიერია. რატომ შემოიჭრა ის კამპუსში და გაგძარცვა? რატომ შემოუშვა ის ჩაკმა? ჯანდაბა, სხვისი $100 წაგვართვეს. როგორ დავაბრუნოთ? გითხარი დავხარჯოთ მეთქი? არა, უნდა დავაბრუნოთო. ხო და ადექი ახლა და დაიბრუნე შენი ფული. ლუზერებო, ახლა ხანს გაგძარცვეს, ღმერთო. ლოლა, კრისი სად არის? რატომ არ არის ის ახლა ვარჯიშზე? არ ვიცი, ალბათ აგვიანებს. ჯანდაბა, რა კარგად ვთამაშობ ჩოგბურთს. ლორა, მე მინდა მასთან ერთად გასეირნება. რა? ბიჭებო, ყრუ ხართ? ლორა, მაგარი გოგოა მეთქი. შენ რა, ის შეგიყვარდა თუ რა ხდება, ჰა? ცოტათი. თუ კრისი გაიგებს ამის შესახებ, ის თავის ჩოგნით მაგრად გცემს. ის ამას არ გააკეთებს, თუ პირთ დახურავ. გაიგე? შენ ძალიან სარისკო ბიჭი ხარ. მე ვაპირებ მას ვაჩვენო, როგორ დაიჭიროს ჩოგანის წონად და შენ იცი ეს? არა. ჰეი, მშვენიერო, შემიძლია დაგეხმარო? ჰეი, შენ რა, იცი ჩოგბურთის თამაში, ჰა? ცოტათი. მოდი, დამეხმარე. ესეც ასე, ჩოგანი მყარად გეჭიროს და რაც შეიძლება მაგრად დაარტყი. გასაგებია? ეს მშვენიერია. მადლობა, შენ მაგარი მწვრთნელი ხარ. კიდევ ერთხელ ვცადოთ, ცოტა უფრო ძლიერად. შეხედე, ის ნამდვილად ასწავლის მას თამაშს. რა ჯანდაბა? მან არც კი იცის თამაში. დენს, ის ნამდვილად ასწავლის თამაშს. ბონია, შეხედე, ის ლორას ეფლირტავება. ის ხომ არ გაგიჟებულა? კრისს ვეტყვი. გამარჯობა, კრის. სად ხარ? შენი დაკი ლორას ეფლირტავება. იჩქარე და სწრაფად შედი დარბაზში. შენ თვითონ ნახავ, იჩქარე. ის განწირულია. კრის, გამარჯობა. მე ვისწავლე ჩოგბურთის თამაში. ისთვის იყო ეს? ლორასთან ფლირტაობისთვის. ეს მხოლოდ პრაქტიკა იყო. ჩანდაბა, შენ მაგარ შარში ხარ და ჩვენ გაგაფრთხილეთ. ყველა ადგილზე ეს ძარცვაა. თუ ვინმე გაინძრევა, თავის თავს დააბრალოს, ჰეი ძმაო, ეს ჩემი ბიტაა. გაჩუმდი, ახლა ის ჩემია. კარგი, მაინც არ მომწონდა. ახალს ვიყიდი, რა პრობლემაა? ახლა სწრაფად ჩადეთ ყველამ თქვენი ტელეფონები ამ ჩანთაში. ლოლა, გძარცვავენ? ტელეფონს არ დავთმობ. კარგი, ვხუმრობ. ლოლა, ჩემიც აიღე. კარგი, მშვენიერია, ნახვამდის. მეგობრებო, ვინ იყო ეს? ვიმედოვნებ, რომ ეს ხუმრობა იყო. ეს ხუმრობა კი არა, ყაჩაღობაა. დაკ, სულელი ხარ?
ტელეფონები ახლახანს წაიღეს. ძმაო, ტკბილეული გინდა? არა, ძმაო, არაქისთან ერთად. შოკოლადის ფილა არ მინდა მეთქი. უნდა გიყვარდეს, მე მიყვარს შოკოლადი, რადგან ის მაძლევს დღის ენერგიას. ყველანი ადგილზე, ეს ძარცვაა. რა? ვინ ჯანდაბა ხარ? გაჩერდი, ჰალკ, ეს შეიძლება საშიშიც იყოს. მე ახლახან გავძარცვო თქვენი მეგობრები. ჯანდაბა გოგოებო, რას ვაპირებთ? ჩვენ არ გვეშინია შენი. ამინა დაჯექი. მეშინია ცოტა. გირჩევთ დროზე მომცეთ ყველაფერი, რაც გააქვთ. ფული, ტელეფონები. ყაჩაღო, აიღე ჩემი ტელეფონი. მაინც არ მჭირდება. მე ტელეფონს არ დავთმობ. არც მე. მომეცით თქვენი მობილურები, თორემ აქაურობას გავანადგურებ. რა ჯანდაბას აკეთებ კამპუსში? ვინ ჯანდაბა ხარ? რა ჯანდაბა ხდება? რაღა დროს ნიღბებია? ჰეი, მეგობრებო. ნაის! რა ჯანდაბას აკეთებ კამპუსში? შენ ხომ წახვედი? ჰეი, მეგობრებო, მაგრად გამომივიდა ხუმრობა. ჰალკ, გთხოვ, ოღონდ თავში არა. ღმერთო, მეგობარო, მომენატრე. მეც, ძმაო. შენ ჩემ დახრჩობას აპირებ? ჰალკ, უკან დაიხიეთ. კეთილი იყო შენი დაბრუნება, მეგობარო. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. მეგობრებო, მე გავქურდე კამპუსის ნახევარი. შეგიძლიათ დამეხმაროთ უკან დაბრუნებაში? ნაის, არ ინერვიულო ამაზე. წამო, კალათბურთის სათამაშო წავიდეთ. ჰალკ, რას ლაპარაკობ? ჩემი ნივთების დაბრუნება საჭიროა. წავიდეთ, კარგი. ჯანდაბა მეგობრებო, იქნებ თქვენ თვითონ დააბრუნოთ ეს ყველაფერი. შეხედეთ მათ გარეგნობას. ეს შენ გააფუჭე და ახლა შენვე უნდა გამოასწორო. კარგი. მომეთ ჩემი ტელეფონი. თუ კიდე ვიზავ, შენ თავს დააბრალე. ფოდიში, ძმაო. ნაძირალა ხარ. მეგონა სასაცილო იქნებოდა. მე მახსოვ ხარ შენ, ბავშვო. მე ვიცი სადაც ცხოვრობ კამპუსში. ეს უბრალოდ ხუმრობაა. ეს მეორედ აღარ გაბედო, გაიგე? იმედია არ გეწყინებათ. გაგიმართლა, რადგან ჩემს ადვოკატთან ვაპირებდი დარეკვას. სულელი. ნება მომეცი, ავიღო ჩემი ფული. გაგიმართლა, რომ ფული არ მქონდა, თორემ ჭკუას გასწავლიდი. შენ ფული არასდროს გაქვს. გაჩუმდი მია, გითხარი რომ ეს მხოლოდ დროებითია. მეგონა სასაცილო იქნებოდა. ბოდიში. ყველაფერი დავაბრუნე. კარგად გამოგივიდა. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ნახვამდის ყველას.